საღამო მშვიდობის, აბა როგორ ვართ? მოვედი ჩემო ძვირფასებო. მოვედი თქვენთან, აბა როგორ ხართ? რვა მარტს ერთად შევხვდეთ? მეგობრებო. ძალიან კარგად ვარ. მიუხედავად იმისა, ძალიან დაღლილი ვარ, მაინც ძალიან კარგად ვარ. ჩემი კისკისაც მოვიდა, საღამო მშვიდობის. პანტერა. აბა ეხლა გაგვეცანით პანტერა. პანტერა, აბა ეხლა გაგვეცანი. დავით, საღამო მშვიდობის. ძალიანაც კარგი. გაგვეცანი პანტერა, ძალიან მინდა გაგიცნო. როგორ მიყვარ შენი კისკისი და ლაპარაკიო. უღრმესი მადლობა ყველას. თქვენც ასევე მეგობრებო, გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. კი, ზოგადად თუ ვინმე არ გამაბრაზებს, ესეთი ვარ კი. კარგ ნოტებზე ვარ აწყობილი. რა მიხარია დღეს ახლა ამ საღამოს რამ წამომი არა არ ვიცი, ესე კარგ ხასიათზე ვარ. ხო. იყო ერთი პერიოდი, როდესაც ვიყავი ძალიან დაგრუზული, მაგრამ ახლა აღარ. ჩემი ხმა როგორ ისმის? აბა როგორ ისმის ჩემი ხმა? საღამო მშვიდობის მორგანა, როგორ ხარ? ძალიანაც კარგი, ხო თურმე ყურსასმენი მქონია გაკეთებული და მოვიძრე, იმიტომ რომ ზოგჯერ ჭედავს, გაჭედილშია. ძალიანაც კარგი, თუ გადამდებია და კარგს ღებულობთ. ხა. არა ჩვეულებრივი. ჩემი კისკისა ხარო. დედა რა საინტერესო ამბავია? ვიცოდე მაინც ვინ ხარ და ვისი ვარ. ვის საკუთრებაში ვარ გადასული, ვიცოდე მაინც. მეგობრებო. მოკლედ გადავაზიარო უნდა ეხლა მაინც. მეგობრებო, არ გამიბრაზდეთ, მაინც გამოგიგზავნით. ვიცი რომ აქ ხართ, მაგრამ მაინც გამოგიგზავნით. არ გამინაწყენდეთ, იმიტომ რომ ხა. მორიელი მოვარ, ვიცი, მაგრამ მაინც გავუგზავნე. გოგო ვარო. ხა, ძალიანაც კარგი. გინდ გოგო იყავი, გინდ ბიჭი, უბრალოდ ხომ დავიცოდე, ვინ ხარ? თქვენთან ერთად მოვამზადებ დასტევს, დამავიწყდა მასობაში. დამავიწყდა რომ დასტები მაქვს მოსამზადებელი. მეგობრებო, ხვალ გვაქვს 8 მარტი. ხვალ უნდა გავიბრანჭო და უნდა გავიდე გარეთ. აი ესე. გავიბრანჭები და გავდივარ გარეთ. ქუსლებზე არ შევდგები, ოღონდ ქუსლების გარეშე, მეგობრებო. ქუსლიანები არ მაქვს. ჯერ ნაყიდი, რაც მქონდა საქართველოში დავტოვე. მადლობა ყველას, გაიხარეთ. აბა, როგორ ჩაიარა დღე? ხვალისთვის რას ვაპირებთ? აბა, ვინ რას აპირებთ ხვალისთვის? ვინ რას აპირებთ ხვალისთვის? ჩვენ გვინდა კიდევ ერთი დასწა. ხო, აბა რა თქმა უნდა მეგობრებო, რა თქმა უნდა ვიკისკისოთ სულ. აბა როგორ ახლა სხვანაირ არ გამოგვივა. დღეს არ ვიცი გაშლა რაზე გვექნება, მაგრამ ხო კარტი ამომივარდა.
ფანტაზიები და ილუზიები. ნუ აღარ გვინდა ამდენი ფანტაზიები და ილუზიები, მეგობრებო. ოღონდ მართლა აღარ გვინდა. მრავალ ლამაზ დღეებს დაესწარით ჩემო ძვირფასება. მრავალი ლამაზი დღეები. გაიხარეთ ყველა. მოკლედ. ანა მარია არ მოვიდა, ხო? 2 წუთიც დაველოდოთ ბარემ, მეგობრებო. ამ ბოლო დროს ხშირად შემოვდივარ ხოლმე გვიან. ამიტომ შეიძლება გონია, რომ არ ვარ, არა გავუგზავნე. ეს კარგად გაგვახარე და რაო? კარტიკიანები, ერთი წუთით. ელასტიკიანები რას აპირებენო? გაიხარეთ, მეგობრებო, მრავალი ლამაზი დღეები გქონოდეთ ცხოვრებაში, არა მხოლოდ ხვალ. ყოველი დღე ყოფილიყოს 8 მარტის. ყოველი დღე. მოკლედ, დღეს ეს ნამწვავი სანთელი ბარემ ამოვწუროთ. არა უშავს, მეგობრებო. პანტერა არა უშავს. გაშვების არისო. ხო, ამოვწუროთ ბარემ ეს სანთელი. მიმჩა სულ ბევრჯერ მიმრჩა და ბარემ გადავაგდო, რომ გავიწმინდოთ. დაწყებული ბარემ დავასრულოთ. მოკლედ, მეგობრებო. არ ვიცი, მაგრამ მოდი დავიწყებ. ვინც ვართ, იმითი დავიწყებ. ძალიან კი მინდოდა, რომ ყოფილიყო ანა მარია. გაშლები არისო. არის, მეგობრებო, მაქვს პირადი გაშლები, უბრალოდ ეხლა ვერ მოვაბი თავი, რომ იტყვიან. ხო, ხვალ ჩვენი დღეა, ბოლო დონემდე გავიპრანჭოთო, მეგობრებო. ხო. ხალსაღამოს რას აკეთებთ? ხალსაღამოს რას აკეთებ? არა, უფრო სწორად, ამ საღამოს რას აკეთებ? გისმენთ? იუზერ, ეს როგორ გავიგოთ ახლა? გაიხარეთ, მეგობრებო, ყველას გილოცავთ რა მაქვს. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არა, ჯანმრთელობაზე კითხვები არ ისმევა, მეგობრებო, ზოგადად კარტებთან. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. კითხვებზე პასუხი არ მაქვს, მეგობრებო. მაქვს ლაივი, ჩვეულებრივი. დავიწყებ ახლა თქვენს ენერგიებს. მაპატიეთ, მაგრამ ხო, მეგონა ისეთ რაღაცა უნდა გეკითხათ. ამიტომ კითხვებზე პასუხებს ძალიან ბევრი სცემს, სხვა ტაროლოგები შეგიძლიათ იმათ მიმართოთ. მოკლედ, დავიწყებ მე ახლა თქვენი ენერგიები. როგორია თქვენი ენერგიები დღეს? შიშის, გაუგებრობის,
განგაშის და ხა ძალიან სხვადასხვა აზრები გააქვთ. საკუთარ თავში პასუხს ვერ პოულობთ. თქვენი სიტუაცია არის ესეთი ახლა საკუთარ თავთან პასუხებს ვერ პოულობთ მეგობრებო. არ ვიცი რატო ხართ ესე, მაგრამ ასეა. კიდევ ეჭვი გეპარებათ რაღაცაში, კიდევ რა ხდება? ოცნებები და გეგმები, რაღაც ოცნებაზე ეჭვი გეპარებათ, ფიქრობთ რომ ახდება, არ ახდება, ახდება, არ ახდება. ეს შეიძლება შეეხებოდეს ბავშვის გაჩენას, ეს შეიძლება შეეხებოდეს მომავალს, იმედებს, ცხოვრებას და სიყვარულს. არ ვიცი რასთან დაკავშირებით გაქვთ ახლა, თქვენ თვითონაც მიხვდებით, რაზეც გეუბნებით, აი ზუსტად ის არის კი. შიში გაქვთ, ნერვიულობა გაქვთ, კითხვებზე პასუხები არ გაქვთ, არადა პასუხები საკუთარ თავში გაქვთ. უბრალოდ ხო, დაეშვით მეგობრებო, დაეშვით მიწაზე, დაეშვით არიფრინოთ ღრუბლებში. კითხვაზე პასუხი არ მაქვს მეგობრებო, აი რა გავაკეთო? დაეშვით მეგობრებო, დასაწყის ვხედავ მე, ახალის დასაწყის ვხედავ. ეს შეიძლება იყოს სამსახურის, ცხოვრების, ურთიერთობის ახალი დასაწყისი, ეს შეიძლება იყოს ახალი პარტნიორი, იმაზე რაზეც ოცნებობთ, იმაზე რასაც ლოცულობთ, ის რაც ძალიან გინდათ მეგობრებო, აი, აქ არის. კიდევ ჩვენი ენერგიები. მინდა ერთი რაღაც გითხრათ. ძალიან კარგი იქნებოდა თუ კი აი უშუალოდ კონტაქტი გექნებოდათ წყალთან, უშუალოდ წყალთან. ამიდან აიღებთ ძალიან დიდ რესურსს. შესაძლებლობებს მიიღებთ, შესაძლებლობები მოგეცემათ, ან უფრო საშუალება გააქვთ შესაძლებლობები და რესურსები აიღოთ წყალი, წყალთან იკონტაქტეთ მეგობრებო. მე იმდენად ახლოს ვარ წყალთან, ხელები სულ გამომშრალი მაქვს. წყალთან იკონტაქტეთ მეგობრებო. კიდევ ხოა? მეგობრებო. დასტური. წყალი. წყალი მოგცემთ ენერგიას, წყალი მოგცემთ საარსებო რესურსს. სვამ არა, დალევაზე არა, მხოლოდ საქმე. კონტაქტი იქონიეთ წყალთან, ხელით. ხელით, მეგობრებო. დღეს რამდენმა გაიცინეთ? დღეს რამდენმა გაიცინეთ, მეგობრებო? ნახეთ აქ რა წერია უკან. Did you smile today? გაიღიმე დღეს? დღეს გაიღიმე? წერია, მეგობრებო, ნახეთ რა საყვარლად წერია, ეხლა დავაკვირდი. მრავალი ლამაზი დღეები, მეგობრებო. დოჩი გაიხარე, უღრმესი მადლობა. ხარხარებდიო. დღეს ანა მარია პასიურობს. კიდევ თქვენი დღევანდელი ენერგიები. დღეს რაღაცა ტკივილს გაყენებდათ კი, მაგრამ მაინც ქვასავით ძლიერები ხართ. თქვენ არაფერი არ გაგტეხავთ, მეგობრებო, არ შეგეშინდეთ, არი ნერვიულოთ, ზოგადად, აი თქვენ ისეთი ადამიანები ხართ, აი ეს ხართ თქვენ, ეს მყარი კედელი. საღამომშვიდობის. არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ. მთვარეში ხართ. რას ფიქრობთ, არ ვიცი, სიყვარულზე ფიქრობთ. და ამას არავის არ ეუბნებით. ნახეთ. ხო, ანა მარიას არ გონია, ეხლა მე თუ ვარ აქ. ზოგჯერ მასთან ძალიან გვიან მიდის. ერთი კიდე უნდა გავაგზავნო.
მეგობრებო, ერთი წამით მაპატიეთ. მე შობაი. ღმერთო, რებს შობა ტელეფონი. ხო. ხო. თქვენი ფიქრი და გონება იყო დღეს გადართული სიყვარულზე. ხო. ადამიანი, რომელიც ეხლა გაგცემ პასუხს, უბრალოდ კარტების გარეშე გაგცემ პასუხს. ადამიანი, რომელიც კითხვაზე პასუხ გაუცემელი მიდის და ამდენი კითხვის ნიშნის ქვეშ გტოვებს, ეს ადამიანი აუცილებლად ბრუნდება. ესეთი წასული ადამიანები ყოველთვის ბრუნდებიან, მეგობრებო. აი, ესე ბზუილ-ბზუილით ბრუნდებიან. ხო. გაიგონეთ, ხო? თქვენ ამ ყველაფერს არავის არ ეუბნებით. შეიძლება არც გიყვართ ზოგადად დიდად ამ თემაზე საუბარი, ახლა აქ მოვდივართ და აქ უბრალოდ კითხვებივით მაინც რაღაცნაირად ვგებულობთ ჩვენს კითხვებზე პასუხებს, თორემ ამ ყველაფერს თქვენ არავის არ ეუბნებით. თქვენ ამას ვერავინ ვერ შეგამჩნევთ კიდევ. ხო. ხა. ბზუილ-ბზუილით, მეგობრებო, ბზუილ-ბზუილით, კი. ნუ რა ქნას ახლა, თუ უნდა ბზუილი და იბზუილოთ და რა ქნას ახლა, რა გააკეთოს. სხვანაირად რო არ შეუძლია და რა გააკეთოს. შავი ხვრელი. ვინც მოვიდა გაუმარჯოს. ძალიან ფიქრობთ, კი, წარსულზე ძალიან ფიქრობთ. გაიხარე ანა მარია, გიცადე, გელოდე და ორჯერ გამოგიგზავნე და ძლივს მოგიყვანეთ. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ჩაიხვიეთ, მოკლედ რო იტყვიან ამ თემასთან დაკავშირებით, ჩაიხვიეთ და ჩაიხვიეთ. ახლა მოვიდა, ხო, აი, ნახე? ხო. თქვენი დღევანდელი დღე, როგორი იყო თქვენი დღევანდელი დღე? ბევრს გქონდათ, კი, რაღაც იყო ეტაპები, როდესაც კარგ ხასიათზე იყავით, კი, თითქოს რაღაცა ქარიზმა გქონდათ. გქონდათ ძალიან ბევრი მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები შეიძლება ბევრნაირი იყო. მაგალითად, იყო შეიძლება ესეთი ადამიანების ცხვირის ჩაყოფა, დარეკვა და მოკითხვა რაღაცნაირი, აი, რო აინტერესებთ, აი, მიხვდებით, რო ადამიანებს რაღაცა აინტერესებთ. ხო, აი ეს მომენტი გქონდათ. ხო, ეშმაკობის მხრივ მოგიკითხათ ვიღაცამ, აი ჩაყო თქვენ ცხოვრებაში ცხვირი, დაგირეკათ და თითქოს და მოგიკითხათ, მაგრამ არაფერი მეგობრებო ამ დროს. იცოდეთ რომ ამ დროს არაფერი, კიდევ. ეს პირდაბრჩენილი დარჩა წუხელის ეთყობა. კვილებ და ხვანული. ხა. მეგობრებო, ნუ რა გააკეთოს ახლა? მოკლედ თქვენ მეგობრებო, ძალიან მეგობრულები ხართ, ძალიან თბილები ხართ, ძალიან ბავშვურები ხართ. აი, თქვენში არის ის ბავშვი, კი, ის ბავშვი კიდევ არის თქვენში. დღეს რაღაცნაირი დაბნეული დღე გქონდათ. დღეს რაღაცნაირი დღე გქონდათ. მას რა უხარია, არ ვიცი, ჯერ თქვენს დახასიათებაზე ვარ. მასთან ჯერ არ გადავსვარ. მოკლედ, გიყვართ სიმშვიდე, გიყვართ ბალანსი, გიყვართ სერიოზული ურთიერთობა. მაპატიეთ, დამეწყო უკვე. თვალი გაქვთ.
და კიდევ მეგობრებო, ხართ ძალიან ერთგულები, ხართ დედობრივი, მამობრივი, სითბოდა მშობლის სიყვარულს გასცემთ თქვენ. თქვენ გასცემთ მშობლის სიყვარულს. აი ადამიანს თუ კი აკლია მშობლის სიყვარული, აბატონო დაგპატიჟებთ თქვენ. და შეუსწევთ იმ სიცარიელეს, რაც მშობლისგან აკლია ნებისმიერ ადამიანს. აი ეს ხართ თქვენ. ხო. თვალს ვიღებ, ხო. ხო. თქვენი ენერგიები დღეს. გარდასახვის პერიოდი გაქვთ მეგობრებო. თქვენ ეხლა იცვლებით, ნახეთ, ეხლა ენერგია მოგემატებათ. ანუ ხო, ყურეთ, რისი თქმა მინდა. გამოღვიძება დაგეწყებათ, ენერგია მოგემატებათ. აი ეჩერედევანი რეინკარნაციას, გარდასახვას გადიხართ ეხლა მეგობრებო. თქვენ ეხლა იცვლებით. ეხლა თუ დაუკვირდებით თქვენ უწინდელს და ეხლანდელ მეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და ჯერ კიდევ სათხართ. რადიკალურად იცვლებით. თუ დაუკვირდებით, რადიკალურად იცვლებით. გეცვლებათ ხედვა, გეცვლებათ ხასიათი, გეცვლებათ აი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, სტილი გეცვლებათ, ზოგი იმიჯს იცვლით, შეიცვლით. გრძელი თუ გიყვარდათ აქამდე, ეხლა მოკლეებს ჩაიცმევთ, ან პირიქით. შარვლები თუ გიყვარდათ, კაბებს ჩაიცმევთ, ან პირიქით. ხო, მოღებული თუ გიყვარდათ, ეხლა დახურულს ჩაიცმევთ, იმიტომ რომ უფრო ელეგანტური და სექსუალურია. ხო. უფრო კლასიკურია, ან პირიქით, მეგობრებო. და ესე, რადიკალურად იცვლებით. ახე? ქვემოდან როგორი კარტია? ცხოვრება იცვლება თქვენი. თქვენი ცხოვრება იცვლება. ეხლა როგორებიც გახდებით, აი ესეთები იქნებით მთელი ცხოვრება, 100 წლიანები. ხო, 100 წლიანები. ესეთ ენერგიებში ხართ. კარგისკენ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა კარგისკენ, აბა? ისეთები აღარ იქნებით როგორც იყავით. ნახეთ, ამ ყველაფერს თქვენ თვითონ გააკეთებთ. ამ ყველაფერს თქვენ თვითონ მოინდომებთ. მოგბეზრდებათ ის სიტუაცია, რაშიც ხართ ეხლა და რადიკალურად შეიცვლით თავს. ზოგი თმებს შეიღებავს. შავი თუ ხართ, გაიღიავებთ. ან ღია თუ ხართ, გაიმუქებთ. ან ისე, ან ასე, ანუ პირიქით, საპირისპირო მიმართულებით წახვალთ მეგობრებო. ნახეთ როგორ ფიქრობთ? ხა, წარსულს და ახლანდელს როგორ აანალიზებთ, ნახეთ? ხა, ისეთი ვიყავი? ხო, ეხლა აღარ ვარ. გიტყვით ამა, ერთ ბედნიერ დღეს. ზუსტად ამას გააკეთებთ. ანა მარია, დავიღალე, ხალო? ერთ ბედნიერ დღეს გაიღვიძეთ და ყველაფერი შეიცვლება. ოღონდ ეს ახლო მომავალში მეგობრებო. აი სადღაც უკვე მაგხართ. წავა თქვენი ჭორაობა. აი წავა თქვენზე ჭორაობა, ცხელ-ცხელი ამბები. აი ეგრევე დაიწყება მითქმა, მოთქმა, ამბის მიტანა, მოტანა. აი თუ მდიდრულად ჩაიცვით, ამას უეჭველი ვიღაცა ყავს. ეს უკვე ვიღაცასკენ არის. ამას საიდან იშონა ამდენი? რატომ შეიღება თმა? რატომ ჩაიცვა გრძელი ან მოკლე? რატომ დაიხურა ან მოიხსნა? ან რატომ გაიღიავა? ან რატომ ის? რატომ ეს? დატოვე ჩვევები აქ. ხო. აი ესე მეგობრებო.
ხო, გახდებით ძალიან თავდაჯერებულები. აი იცით როგორები იქნებით? ადამიანს რო არ აინტერესებს უკვე სხვისი აზრი. ვინ რას იტყვის, ვინ რას იჭორავებს, ვის როგორი ნიღაბი უკეთია, ეს თქვენ უკვე სულ ცალფეხზე გკიდიათ. ამ დროს. ეს არის თქვენი ძველი მეს და სასრული და ახალის დასაწყისი. უვერენი, თავდაჯერებული. Успех конец. Конец пипец. მერე რა ილაპარაკონო, ნისკარტი ამოუვა თუ რაო? ხო. აი ესე რო ამბობენ, ფუფალ. ხო. აი ზუსტად ხვალ ფუფალასავით უნდა ჩავიცვა და უნდა გავიდე გარეთ. აი ზუსტად ფუფალასავით მეგობრებო. რა სიტყვით? მეგობრებო, აბა რა სიტყვით, ფუფალასავით. რა თქმა უნდა. ეხლა ჩაიფიქრეთ ადამიანი და გავარკვიოთ მისი ენერგიები დღევანდელი. მისი ენერგიები გავარკვიოთ მეგობრებო. მისი ენერგიები ნახეთ? კონკრეტული თვალთვალი. რეგულარულად თან რეგულარულად. რეგულარულად გაკონტროლებთ მეგობრებო. და ამ ადამიანს ძალიან გულს ტკენს ეს ყველაფერი, ხო დავიღალე რამ ხელაშუქია. ძალიან გულს ტკენს მეგობრებო. გულის ტკივა, ასე არ ჩანს. ჩანს თუ არ ჩანს ესე მეგობრებო? როგორ ფიქრობთ, ესე ჯობია? არ ჯობია. ნახეთ ქვემოდან რა სურათია. ზედა შუქი მაინც უნდა ჩავაქრო, თორე თვალები ამტკივდა. ხო. მოკლედ ამ ადამიანს თქვენს მეტი არავინ არ აინტერესებს და არ ადარდებს, მინდა გითხრათ. და ეს ტკენს ძალიან გულს. გულის ტკივა ამის გამო. ნახეთ? თქვენ ხართ მისთვის ფასეული, ღირებული, შეუფასებელი სიყვარული მეგობრებო. არ ვიცი ხარ ამდენს გჯერავთ, მაგრამ და ეს აყენებს ძალიან დიდ ტკივილს. აი ტკივილამდე უყვარ ხართ ამ ადამიანს. ეხა ვის როგორ ჯერა მე არ ვიცი. მე არ დამაბრალოთ. ხო. ამ ადამიანს ტკივილამდე უყვარ ხართ. ძალიან დიდ ტკივილს აყენებს ეს სიყვარული. სამართლიანობა. აი ნახეთ უბრალოდ. ეს ადამიანი საღაცა გიყურებთ მეგობრებო. ხედავთ როგორი ბედნიერი ხართ და აი ზუსტად ეს აყენებს დიდ ტკივილს. ხო, სიყვარული არის თუ სასჯელი. ზოგჯერ სიყვარული სასჯელია. ვისთვის როგორ? ეს ადამიანი ხედავთ აი ესე გადახარხარებულს და ცუდად ხდება. ხო, აი ამიტომ ტკივა გული, რომ თქვენთან არ არის და ეს აყენებს ძალიან დიდ ტკივილს. ხო. თუმცა ამბობს იმას, რომ სამართლიანად ვიტანჯებიო. არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ასე ფიქრობს თვითონ თავისთვის. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ეს არის ჩემი სამყაროს დავალება, რომელიც გამოცდა. შეიძლება თვითონ უწყობს საკუთარ თავს გამოცდას, მეგობრებო. ან სამყაროდან აქვს შეიძლება გამოცდა ჩასაბარებელი, როგორ გაივლის ამ გაკვეთილს.
ხო, ნახეთ ამ ადამიანმა ქვემოდან ნახეთ როგორი კარტია. ამ ადამიანმა ნახეთ სრულყოფილებაში რომ მოვიდეს, ურთიერთობაზე გუნდური მუშაობა უნდა ისწავლოს, მეგობრებო. არ უნდა მისცეს სხვა გვერდის ადამიანებს, მესამე პირებს ჩარევის უფლება. და ამ გაკვეთილს გადის ახლა. ხო. სრულყოფილებამდე სხვანაირად ვერ მოვა. ხო, მეგობრებო. ეს ადამიანი ამბობს იმას, რომ ძალიან ბევრს ფიქრობ, ასე იხვეს, ჩაიხვია მეგობრებო. ესე გონებაში ჩაიხვია და ეს ადამიანი ამბობს, რომ მინდა რომ თავიდან დავიწყო ყველაფერიო. სრულყოფილებამდე რომ მივიდე, ნოლიდან უნდა დავიწყო ყველაფერიო. ხო, კიდევ რას ფიქრობდა დღეს? რას ფიქრობდა? იმას ფიქრობდა, რომ ამ ადამიანს თქვენი სწამს. ეხლა თქვენ რო არ გწამთ მისი ეს სხვა ამბავია, მაგრამ მას თქვენი სჯერა, თქვენი ადამიანობის სჯერა, თქვენი ერთგულების სჯერა, სამართლიანობის სჯერა. იცის, რომ ძალიან სამართლიანად მოეკეცით და ეკცევით ეხლა მას. მას როგორც იქცევით, სადაა ის? სადაა ის? სადაა ის? ის თქვენთან იყო ის სამართლიანობის კარტი. ხო, ეხლა თქვენ როგორც იქცევით, მეგობრებო, იცის მან ძალიან კარგად, რომ დამსახურებულად ეკუთვნის. ხო. ბევრს იხსენებს წარსულს. ნახეთ როგორაა, აქამდე ადრე თქვენ იყავით ესე, ეხლა თვითონაა ესე. ძალიან იხსენებს. ეხლა ხვდება თუ რამ ხელად კივილი მოგაყენათ. ეხლა ხვდება მეგობრებო. ხო, სერიოზულად რომ მოგაყენათ ტკივილი ეხლა ხვდება. სერიოზულად ხვდება ეხლა. ამ ყველაფერს ეხლა იაზრებს, აანალიზებს. ეხლა მიხვდა თუ რამ ხელად ტკივილი მოგაყენათ. ხო. ტრანსფორმაცია. ბატონო. ეს ადამიანი ეხლა სიკვდილის ტოლფასი, ხო გაგიგიათ, ისეთ დღეშია. ხო, ძალიან ცუდათაა. ხო, ეს ადამიანი კარგად არ გეგონოთ. ხო, ძალიან ცუდადაა. ადგილს ვერ პოულობდეს მეგობრებო. ამ ადამიანს შეიძლება ყველაფერი კონდეს, ფინანსებიც, ცხოვრებაც, ქონებაც, სიმდიდრეც, ავლადიდება, მემკვიდრეობა, ყველაფერი კონდეს, მაგრამ არაფერი არ აქვს. ამამდე ეს არ აქვს. ეს არის ყველაფერი. აქ რაც წერია, ეს არის კაპიკი მისთვის. ეს არ აქვს. ეს არ აქვს. ეს არ აქვს. ეს არ აქვს. ბზუბზუ. ხო. კიდევ მისი ენერგიები დღეს. დავიწყებ ახლა იქედან ამ სამ ფოტოს რომ ვუყურებ, ახლა სხვანაირი უფრო შინაარსი მოდის აქ მეგობრებო. თქვენთან სულ სხვანაირად ამოვიდა სხვა კატეგორიაში ეს სურათი და ახლა აქ რასაც მაჩვენებს მისი ენერგიები დღეს.
ამ ადამიანს შიში აქვს. ამ ადამიანს შეიძლება შიში აქვს წყლის, შეიძლება წყალთან დგას და რაიმე თავის გულის ტკივილს უყვება ამ წყალს, ესეც შეიძლება იყოს. ხო, ხშირად შეიძლება დგას წყალთან და წყალს უყვება, წყალს ატანს თავის გულის ტკივილს. ეს მეორე. აქ კიდევ რასაც ვხედავ, რომ დრო ილევა, იწურებაო, აი ქვიში საათი, დრო იწურებაო, დრო გადისო, დრო დავკარგეო. დრო ყველაფერს ფასობს, ხო იცით მეგობრებო? ყველაზე ძვირად ფასობს დრო. დროს ვერ დაიბრუნებ. და იმიტომ. ხო, კიდე დღეს მისი ენერგიები. საკუთარ თავს ეწინააღმდეგება კონფლიქტურ სიტუაციებშია. შეიძლება ეს ადამიანი ეხლა სპეციალურად იკავებდეს თავს, საკუთარ თავს უშლიდეს, კიცხავდეს, რომ ეს რა გააკეთე, რატო გააკეთე, ან აღარ გადადგა ნაბიჯი, მაინც არავინ დაგიჯერებს. აი რაღაც ესეთი მსგავს საკუთარ თავს ეწინააღმდეგება კონფლიქტურ სიტუაციაშია. ძალიან ბევრს ფიქრობს, მსჯელობს, აი ყველაფერს ეხლა ხარშავს, მოდი ესე ვიტყვი. ეხლა ანალიზებს ყველაფერს. ხო. თავის საქციელებს ეხლა ფიქრობს. იმ ყველაფერზე, რაზეც ეხლა ახლა წარწერებზე თუ არ ვიმსჯელებთ, აქ ადამიანი ხელებ აწეულია და ურა, ასე ვთქვათ, ესე ამბობს, გავიმარჯვეო. ხო? აი რის ფასად? თუნდაც ეხლა მარტო სურათი რო აღწეროთ. აი რის ფასად გაიმარჯვა? ამად ღირდა ეს ყველაფერი. ნუ ვისთან ახლა, ვისთან როგორ მეგობრებო? პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ვისთან როგორ და ვისთან როგორ. ამად ღირდა ეს ყველაფერი? თქვათ, ესე ფიქრობს. ამად ღირდა? არა, არ ღირდა. დარწმუნდა იმაში, რომ არ ღირდა. შავი ხვრელი. ძალიან ბევრი რამე არიცით თქვენ. სკრიტი. დამალული, დაფარული. არის ისეთი რაღაცები, რაც თქვენ არიცით. თქვენამდე არ მოსულა მეგობრებო ეს ამბავი. რაც თქვენ არიცით. თქვენ კიდევ ბევრი რამე არიცით. გამოდანახეთ რა კარტია. სამყარო, მოლაპარაკება და სამყარო. აი ეს ადამიანი აგიფეთქებთ, მოდი ასე ვიტყვი ტელეფონს. თქვენ რომც არ უპასუხოთ, სანამ არ უპასუხებთ, არ მოგეშვებათ მეგობრებო. იცოდეთ ეს პირდაპირ ამას ამბობს, დააბერტყა პირდაპირ ესე გვაჯახა ისეთი ინფორმაცია, რომ მე დავრეკავ და შენ მიპასუხებ. სანამ არ უპასუხებთ, არ მოგეშვებათ. მაშინ უნდა გათიშოთ ტელეფონი. ხო. აი ამას გააკეთებს, ამას ფიქრობდა დღეს. იქნებ ხვალ დაგირეკოთ. იქნებ ხვალ მოგილოცოთ. იქნებ ხვალ გამოვიდეს კონტაქტზე. მეგობრებო, ხო, აი ესეც რეინკარნაციას გადის. ნახეთ, უბრალოდ რაღაცები ემთხვევა თქვენი. ხო. უბრალოდ ეს ადამიანი უფრო მეტი ცუდათა ვიდრე თქვენ ეხლა. ვიდრე თქვენ ეს ადამიანი უფრო ცუდათა ეხლა. უბრალოდ რა მომენტია, თქვენ გაიარეთ ეს პერიოდი და ის ეხლა გადის. ამაშია საქმე. დიანა 16 წლის, ჯერ ეს ერთი 16 წლის ადამიანზე ტაროლოგი კარც არ გაგიშლის, გამორიცხულია. ესიც ესე ლაივით. არ შეიძლება მეგობრებო. არაფრით არ შეიძლება, თქვენთვის არ შეიძლება. 16 წლის ბავშვმა რომელ მომავალზე უნდა იფიქროთ? ხალხო, გაგიჟდით?
ხოლო მეგობრებო. ბატონო, დედაშვილური რეისები. ეს ადამიანი თქვენ განსხვავებულები ხართ, მინდა გითხრათ. თქვენ ხართ განსხვავებულები. ზუსტად 16 წლის ბავშვებისთვის ვაიმე არაფრით არ შეიძლება. რა მომავალზე საუბრობთ ხალხო? უნდა გეძინოს შვილო ეხლა მაპატიე, არ მიწყინო, მაგრამ ასეა. მისი ტოლი არა და 5 ჯერ შეიძლება მეტი ასაკის ვარ, მაგრამ ეხლაც მიყვარს თოჯინები სხვათა შორის. აი თქვენ წარმოიდგინეთ და მიყვარს. არა, ბუდიში არა, უბრალოდ უნდა იცოდე, ჩემო კარგო, რომ შენთვის ვერ შეიძლება. 16 წლის ბავშვისთვის, 16 წლის ბავშვია, არაფრით არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესო ელოდება. მიროცედა. ხა, მოკლედ მეგობრებო, რისი თქმა მინდა ეხლა? თქვენი და თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის შორის სხვაობაა. ძალიან განსხვავებულები ხართ. სხვაობა ბევრნაირი შეიძლება იყოს. ამ ბევრნაირიდან შეიძლება ერთი იყოს. ვისთან რა და ვისთან რა. დედაშვილური, მამაშვილური როლი. მოდი აქედან დავიწყებ. განსხვავება კანის ფერში, თმის ფერში, ასაკობრივი სხვაობა, მენტალური სხვაობა, რელიგიური სხვაობა, სოციალური სხვაობა. დიდარი და ღარიბი. ვის დედა არ ყავს, ვის მამა არ ყავს, ვის რომელი არ ყავს და ასე შემდეგ მეგობრებო. ძალიან ბევრია, ვინ სუსტია და ვინ მსუქანი, ვინ მაღალია და ვინ დაბალი. ეს მომეწონა სხვაობაში, ის იდიოტია და მე ჭკვიანია. მოკლედ მეგობრებო, ესეთია მისი დღევანდელი ხასიათება და თუკი ემთხვევა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის მონაცემებს, სტანდარტებს. თუკი ემთხვევა, მეგობრებო, გავაგზავნოთ. თუ არ ემთხვევა და ავსკროლოთ. ვისაც არ უნდა, ავსკროლოს. გაიხარეთ. ძალიან ბევრჯერ უფრო ემთხვევა ესეთი გაშლები მეგობრებო. საჯაროები ბევრჯერ უფრო ემთხვევა ვიდრე პირადი. პირადში სულ სხვანაირად ხდება. დავით, ბატონო დავით. ეხლა კითხვა თქვენთან მაქვს. არა, 20 ლარი მასესხე მეთქე არ გეტყვი. სულ გეუნები ხოლმე, დათო. 20 ლარი მასესხე, არა. ეხლა სხვა შეკითხვა მაქვს. ნებას თუ მომცემ გეტყვი. მეცინება. კითხვამდე მეცინება. აქ ერთს ვკითხე წეღან. ბოლო ვიცოდე მეთქი ვინ ხარ, ჩემო კარგო, ჩემო კისკისაო თუ რაღაცა და მიწახა და ვიცოდე მაინც ვისი ვარ მეთქი რა, ვინა ეს ადამიანი, ვისიც ვარ მეთქი, ვინც მიმითვისა მეთქი და გოგო ვარო ასე მითხრა და დავით, შენ გოგო ხარ თუ ბიჭი ხარ? ჰა? რა აქვს მეგობრები, ესეთი უცნაური კითხვები მეც მაწუხებს. ინდივიდუალურები ვართ ყველა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურები ვართ. მეც ჩემებური ციკები მაქვს. რა ვქნა?
ხა. კითხვა პასუხი ხო ხო და გამეცით ახლა მეც პასუხი რა იქნება? ან პასუხობს. პირადში მომწეროს თუ არ პასუხობს. აქ თუ არ შეუძლია პასუხის გაცემა იქ მომწეროს. გოგო ვარ, ან ბიჭი ვარ. ხო, რო ვიცოდე ისე. ჩუმად ჩვენთვის ანონიმურობა გარანტირებულია. ირო საღამო მშვიდობის. მაპატიე, მაგრამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. გაიხარე ირო, ასევე შენც ჩემო კარგო. უღრმესი მადლობა მეგობრებო. და ყველა ქალი კაბიანი მანდილოსანი. შენ გეკითხები, დავით, შენ, ვის ვეკითხები და შენ. მაპატიე, ხა შენობით მოგმართე. მედია არ მიწყენ? აუ ხმაურდი. ხმაურიანი ბავშვი ვარ მეგობრებო. ჩუმად არ შემიძლია. ყულა წერ, რუითი არ ვიცი მე. რუითი და გალი. არ მაქვს კითხვებზე პასუხი მეგობრებო. დავითი გოგოაო, არ ვიცი მეგობრებო. ხო. გალი არის სოხუმში. რაღაცას მაიმუნობენ. მოკლედ მეგობრებო. ნუ წუხდებით, კითხვებზე პასუხები არ მაქვს. კითხვების წერაში არ შეწუხდეთ, იმიტომ რომ პასუხებს არ გცემთ. კითხვებზე პასუხები არ მაქვს მეგობრებო. რა გავაკეთო კაცო, აღარ ვიცი. ამას ქვია საიდან მოგიდგე რემზი. ზლის ამოვიკითხეო. ხა, მეგობრებო, დავიწყოთ ახლა. არა, დავითი აგერა. დავით, არა, დავითი. აღარ შემიძლია ცხოვრებამ დამღალავ. რატო, ანა მარია? აი, ხახნო, არ გაეკიდოთ ახლა ადამიანს. როგორ ხართ? მოგესალმებით. ვიო თუ ვოი? ხახნო, რა სახელები გაქვთ? პროსტა გიჟდები. ვიკო თუ ვიო თუ რა უკაცრავად შეგიძლიათ ერთ კითხვაზე გამიშალოთ. არა, არ შემიძლია. წიქო. წიქო, არ მაქვს კითხვებზე პასუხი მეგობრებო. რა გავაკეთო? არ ვიცი, საჩოულობენ ასახელებს. არა უშავს, ჩემო კარგო. გაიხარეთ. მოკლედ მეგობრებო. დავიწყებ ახლა, რას დავიწყებ არ ვიცი. წიქორიძე იქნება. შეიძლება წიქორია არის, რა იცით? დანელი ახლა შენ მაგი იკვლიები? ლიაკო, დანელი არა, ლიაკო. ეხლა შენ მაგი იკვლიე, ვინა? ხახნო, რა სწავლი თუ გიტოდეთ?
ესე იგი, ამდენ სიცილში თვალები ამეწვა. ერთი წუთით მეგობრებო. ხო, რა თქმა უნდა, რა ფერადი ხალხი შემოდისა. აბა, ფერადია სამყაროს. კიდევ კარგი რომ ფერადია სამყარო. ორი რა გიშველა ტოქა, სასწაო. ხო, ჩვენ ესე ხარხარებთ სულ. აბა, აქ ჩვენ კინოთეატრი გვაქვს მოწყობილი. გასართობი ცენტრი. სიცილის ოთახია ეს მეგობრებო. ეს არის სიცილის ოთახი. მოკლედ დავიწყებ ახლა მე. არ ვიცი რას დავიწყებ. ნახოთ რას გვეტყვის ერთი. მივანდოთ უფალს ახლა ჩვენ ეს ყველაფერი. და ნახოთ რას გვეტყვის ერთი ეს ვაჟბატონი თუ ქალბატონი. რას გვეტყვის? აბა რითი დაიწყებს საუბარს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი მეგობრებო? იმედია ჩაიფიქრეთ. ხო, იმედია ჩაიფიქრეთ მეგობრებო. არტისტი. არტისტი. რაღაც თამაშ თამაშობს მეგობრებო. ეს ადამიანი რაღაცას თამაშობს. არტისტი. თვითონ წერს, თვითონ დგამს და თვითონ კითხულობს. სცენარისტია მეგობრებო. ეს არის რა ქვია მაგას რომ წერს? რეჟისორი მეგობრებო. ხო. თან იცით როგორ კინოებს წერს? აი ძაფსიუჟეტი. ძაფსიუჟეტიან ფილმებს წერს ეთყობა მეგობრებო. ხო, სამსიბე რეჟისორია. ხო. ძაფრ კინოებს იღებს ეთყობა მეგობრებო. ხო. კიდევ რას გეტყვით? გაუგებარ ენაზე საუბრობს. მეგობრებო. რო ვერ ხტებით ისეთ კინოებს იღებს. ისეთ სცენებს გიდგამთ, რომ ვერ ხვდებით საერთოდ ეს ადამიანი ნორმალური არის თუ არა. ხო. მეგობრებო, ჩინურსაც ხვდებიან ზოგჯერ მეგობრებო, ჩინურიც გასაგებია, მაგრამ ამის ენა ჩინურიც არაა, მაგია საქმე. გაუგებრად საუბრობს, გაუგებრად მოქმედებს, გაუგებრად აზროვნებს, გაუგებარი გზით დადის, მანც ვერ გაუგია რა უნდა. საცოდა, ტრანსფორმაციაშია. ეს ადამიანი ტრანსფორმაციას გადის თან მწარეს. მიშველეს იძახოდეს ეგება მეგობრებო. ხო, უცხო პლანეტელივით არის კი. მეგობრებო, მიშველეთ ასე იძახის. მომეხმარეთ. ხო. ძალიან ბევრი დანაკარგები აქვს, პრობლემები, ხალატები. სირთულეები. ეს ადამიანი ახლა იცით რას ამბობს? ცალმხრივად მიყვარსო. ცალფაზიანი ვარო. ხო. ცალფაზიანი ვარო მეგობრებო. სიყვარულის მხრივ, არასრულყოფილებაში ვიმყოფებია. თვითონ ასე ამბობს, მე მიყვარს და მას არაო. ან შეიძლება პირიქითა. მე არ ვიცი ხა სად იმყოფება თქვენი ადამიანი, მაგრამ შეიძლება სადაც არის, იქ მას არ უყვარს. და იმას უყვარს შეიძლება. ის იმას ვინა, მაგი არ ვიცი. იმას ვინა არ ვიცი. ხო.
არასრულყოფილების განცდა აქვს. ძალიან გაუტანლოთა. ის ანაკონდა. გამარჯობა. აი ზუსტად. იქ არის კამათი. ნახეთ, აი ხო არ გვიკითხია დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა არ ვიცით. უბრალოდ საუბარი მივანდეთ ადამიანს. ნახეთ როგორ საუბრობს. იქ არის კამათი. ხელჩართული ომია იქ, მეგობრებო. ვისთანაც არ უნდა იყოს, თუნდაც მშობლებთან იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ვისთანაა. ხელჩართული ომი აქვთ. თა ხმალაობენ, კომბლაობენ. კომბლები კომბალი უკავიათ და შეიძლება კომბლესავით იქნებენ. ვინ მეც დრუზებს თავში იმაზეა საქმე. კიდევ რას გვეტყვის? ხო, შეიძლება მაგიც იყოს კი. საჩუქრის მოტანა არ უნდაო და ალბათ იმიზეზებსო. მეგობრებო, ეს ადამიანი პაუზებშია. ჩამოკიდული, ნახეთ, პაუზებენ. ფინანსები თუ ქონდა აღარა აქვს. ძალიან გულგატეხილია, ნახეთ. სტაბილურობა ხოა და უცებ აღარა აქვს. სტაბილურობა აღარა აქვს. შეიძლება იქ იყოს სტაბილურად, მაგრამ თვითონ თulis რომ სტაბილურობა აღარ მაქვს. აი სიმშვიდე აღარ მაქვს. მოსვენება დავკარგეო. ძალიან გაუბედურებული ვარ. საცოდავი მისი დღე, ვისი ბრალია? მისი. წინ დაუხედავი ნაბიჯები. ვისი ბრალია და მისი. ხო, ჯერ რომ აკეთებს და მერე ფიქრობს. ხო, ყველაფერი დაკარგა. ამ ადამიანმა. თქვენი სახით ყველაფერი დაკარგა. ხო, კატამ თხარა და არა, თაგვმა თხარა და კატა გამოთხარაო. ხო. რას ფიქრობს ახლა? ხო ზის ახლა ზის და ესე არის კი. რას ფიქრობს ახლა? რა მინდაო? ამ ყველაფრიდან რა მინდაო? სიყვარული მინდაო? შემოთავაზება მინდაო? არა ფული არ მაქვს, არა და მინდაო. მე სიყვარულებაო, ასე ამბობს. ახუნტრუცებული ახლა მეგობრებო, გესმით? ხა. არა კოშკი მაქვს. ამ ადამიანს იქ ვიღაც ყავს. ეჭვიანობა აქვს, ყუილები აქვს, არა სტაბილურობა აქვს. ამ ადამიანს იქ ყავს ისეთი ვიღაცა, ვინც ეჭვიანობს. ეჭვიანობის სცენებს უწყობს შეიძლება ეპრანჭება, ატყუებს. იქ სიყვარული არა აქვს. საერთოდ არ მინდა პრეზიდენტის ცოლობა. პრეზიდენტი რა? უფრო მეტი მინდა. არანდარა რანდაკნას გუთიონა. ანა მარია. არანდარა რანდაკნა გუთიონაო. ხა, ერთმა შეარგოსო. დავით, შენ წეღან შეკითხვა რომ დაგესვი პასუხი რატო არ გამეცი? მოკლედ მეგობრებო, იცოდეთ რომ იქ ვიღაც არის კი. ეს ფარი საკნაო. კიდევ.
ამ ადამიანს მატერიალური პრობლემები აქვს. ძალიან ფლანგველია. ეხლა აქ ისეთი პერიოდი რაღაცაში ჩადებს ფულს და ფლანგავს. ენერგიას ფლანგავს. დროს ფლანგავს. ხა, დრო. აჩქარებული ნაბიჯები. მოჩქარეს მოუგვიანდესო მეგობრებო. ეს ჭირს. მოჩქარეს მოუგვიანდესო. თქვენ თუ იცით რომ ეს ადამიანი იქ ურთიერთობაში იმყოფება, ეხლა რაც უკვე ხშირია ჩვენს დროში მეგობრებო. ხო? დავით, რა იყო ამდენი არ გვიკითხი ადამიანო? გაიხარე ჩემო კარგო, ელი, უღრმესი მადლობა ხალხნო, ერთ ასოზე რატო ჩერდებით, ერთ ბგერაზე რატო ჩერდებით ადამიანებო? ლანა. აჰა, გასაგებია უკვე. უღრმესი მადლობა ჩემო კარგო, გაიხარეთ. ჩემო ძვირფასებო, თუ კი ხვდებით რომ ამ ადამიანს იქ ყავს ვიღაცა, იცოდეთ რომ იქ ურთიერთობა არა აქვთ. იქ ურთიერთობაში არაა. თუნდაც იმყოფებოდეს ვინმესთან ერთად, სიახლოვის ურთიერთობა არა აქვს. კექსი არა აქვთ მეგობრებო. ხა, თუ ეს დაგამშვიდებთ, არი ნერვიულოთ, ეჭვიანობის საბაბი არ გაქვთ. კონტეო. ხშირად აცხობ ანა მარია, რატო შეგძულდა? ენდურიან ერთმანეთს. ეჭვიანობს ის ქალი, ეტყობა ეჭვიანობს. იქ ვინც ხასთან ერთად არის, ის ეჭვიანობს. კიდევ რა ხდება კიდევ იქ? ძალიან დამაინტერესა ეხლა. ინტრიგაში ჩავარდი. სირთულეები, სიძნელეები, პრობლემები, ნერვიულობა, ფიქრის ზრუნვა, ცვლილებები. ხო, მეგობრებო, ყველაფერი უასოზე აქვს. რა მაგარია? იმას, რასაც თქვენ ხედავთ, ეს ყველაფერი არის დადგმული სცენა. არტისტი, აი ჩვენი პირველი სურათი. არტისტი ამ ყველაფერს თამაშობს, მხოლოდ იმიტომ თამაშობს, რომ თქვენ მოკლედ დაგჩაგროთ, დაგჯაბნოთ. უტვინო კი? ნამდვილად. ხო. ასია ნამდვილად. ხო. რა ხდება კიდევ იქ? განქორწინება, თავისუფლება, ურთიერთობის დაშლა. ხო. როსანა შტერია. აი ეს მომეწონა. მეგობრებო, გეუბნებით მე თქვენ. რანაირ ურთიერთობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. თუნდაც მშობელთან იყოს, იქედან მოდის. ვისთანაც არ უნდა იყოს, თუნდაც პარტნიორობაში, ოფიციალურ პარტნიორობაში იყოს. მე აქ მაჩვენებს განქორწინებას. თავისუფლება და განქორწინება. არა, მორიელი ომში არ წასულა. მე ასე ვიცი, რომ მორიელს ინტერნეტი არ აქვს. რა ხდება მასთან? რა ხდება თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანთან? განქორწინება არის კი. კიდევ რა ხდება? და წასვლა. შენ არ ანგრევ? არა, მაი მეც ვიცი, რომ შენ არ ანგრევ.
ეს ასე არ ხდება. იქ არაფერი აღარ აქვთ. ამ შემთხვევაში თქვენ არ ხართ დამნაშავე მეგობრებო. მე ვიცი რომ თქვენ არავის ოჯახს არ ანგრევთ. ეს დასანგრევია და უნდა დაინგრეს. იმიტომ რომ იქ სიყვარული არ აქვს. მეც დამინგრიეს. მეც დამინგრიეს მეგობრებო. თქვენ რა გგონიათ? მხოლოდ თქვენ ხართ მასე? ხო. თქვენ გონია მხოლოდ თქვენ ხართ მასე? მეც დამინგრიეს ოჯახი. ხო, ყავდეს ბეფანა, აბა რა? ის ბეფანაც არ ყავს და არ იყოლება, რო იცოდეთ. ხო. არა უშავს. თან ისეთ დროს, მეგობრებო. თან ისეთ დროს დამიგრიეს. შვილი რო დავკარგე. თქვენ რა გგონიათ? ის იყო ჯოჯოხეთი. მაგრამ ცოცხალი ვარ. ხედავთ? გავაგრძელებ ახლა. როგორ ფიქრობთ თქვენთან მოსვლაზე? ჩემ შემთხვევაში ამას ვერი ფიქრებს გამორიცხულია. ჩემს შემთხვევაში ამას ვერი ფიქრებს. არა. ფულით ნაყიდი არა. ფულში რო გაქცulis ადამიანი, ის ყველაზე ჯოჯოხეთურია. თან როგორ დროს? ხო. ფულში რო გაქცulis ადამიანი. ძალიან ფიქრობს მეგობრებო, მაგრამ არ ვიცი. არა. ეხლა გავიფიქრე ჩემთვის თუ გამოუვა მეთქი და თვითონ კი ფიქრობს, მაგრამ არა. არ გამოუვა. ძალიან ბევრს ეცდება კი. თითქოს ბალანსის შენარჩუნებას, მაგრამ არა, რაც დაკარგულია, უკვე დაკარგულია. ეხლა მე ვსაუბრობ ამას იმ ადამიანებზე, ვისაც მართლაც რო წერტილი გაქვთ დასმული. აი მე მაგალითად ჩემი შვილიც რო გაცოცხლდეს და მითხრას დაიბრუნეო, აი ღმერთო, გამორიცხულია უბრალოდ მეგობრებო. ხო. ასე რომ ჩემო კარგებო. ძალიან იფიქრებს, მაგრამ რაც დაკარგულია, უკვე დაკარგულია. არა უშავს, 8 ჯერ. კარგით, გავაგრძელებ. მე მინდა ვკითხო ეხლა, რას ნანობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი ყველაზე მეტად? აი რას ნანობს? აი რა არის ის გულის ტკივილი, რასაც ნანობს? ის რაც დაკარგულია, ის რაც აღარ აქვს, ის რაც გადაწყვეტილება მიიღო და გადადო, გვერდზე გადადო. და ეს ხართ თქვენ, ამას ნანობს. რას ნანობს? იმას ნანობს, რომ თქვენთან ქონდა ოჯახი, სრულყოფილი იყო და ეს აღარ აქვს. ან თქვენთან ოჯახი უნდოდა, სრულყოფილება უნდოდა და ვერ მიხვედით აქამდე. ეხლა თქვენი სიტუაცია აიღეთ მეგობრებო. რას ნანობს? ტყუილებს ნანობს. ნახეთ უბრალოდ როგორ აჭიკჭიკდა. რას ნანობს? ბევრჯერ ქონდა შესაძლებლობა თქვენთან მოსვლის და შანსი ვერასოდეს ვერ გამოიყენა. ამას ნანობს. ძალიან ბევრჯერ ქონდა ამის შესაძლებლობა. ძალიან ბევრჯერ მიეცით ამის უფლება. ვერასოდეს შანსი ვერ გამოიყენა.
ამას ამბობს. რას ნანობს? დეგრადირებული. ზოგიერთი შემთხვევაში ჭორებს აყვა, შეიძლება სხვას დაუჯერა, შეიძლება ფინანსებზე გადაერთა. ხო. კიდევ, გადაწყვეტილების მიღებაში, კი ბატონო. ეს ადამიანი ყოველ ჯერზე ფიქრობდა, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. დრო და აი ზუსტად აქ გაიპარა დრო. გაფლანგული დრო, აი იქაც ხო თქვა მეგობრებო, რომ დრო მოჩქარეს მოუგვიანდესო, დროს დარდობდა. იქ თავის დახასიათებაშიც ქვიშის საათი ამოუვიდა და ძალიან დარდობს ეხლა ამ დაკარგულ დროს. საყვარელ ადამიანს ნანობს დაკარგულს. ძალიან დიდი შესაძლებლობები იყავით მისთვის. ხო, ნახეთ, უპატიოსნოთ მოგექცათ, ამას ამბობს. სამაგეროდ ბუმერანგი დაუბრუნდა. დაუბრუნდა ის, რომ უკვე არავის არ უყვარს ისე, როგორც თქვენ გიყვარდათ და არც არავის ეყვარება ისე, როგორც თქვენ გიყვარდათ. არასოდეს არავის ეყვარება, მეგობრებო. იმ წრფელის სიყვარულით არავინ არ შეიყვარებს ამ ადამიანს, როგორც თქვენ გიყვარდათ. ფინანსებმა კი? აი ფინანსები. აი ფინანსები. ეხლა რა მიმართულებით იყო ეს ფინანსები, თქვენ მიხვდებით. რასაც გულისხმობ. ხო, ამიტომ ბუმერანგი. მისი ბუმერანგი იქნება ის, რომ რასაც თქვენ აძლევდით, იმას ვერავინ ვერ მისცემს. ხო. სადაც სიყვარული არა, მეგობრებო, იქ მე არ ვარ. ხო. სადაც დაფასება არა, სადაც ურთიერთგაგება არა, სადაც ერთმანეთთან მუშაობა არა, სადაც სამხრივია ყველაფერი, მე იქ არ ვარ. მე არ ვარ ვალდებული ვინმეს ვემსახურო. მე არ ვარ ვალდებული ვინმეს ჭიქით წყალი მივაწოდო. არ ვარ ვალდებული. არც არავინ არაა ვალდებული. ხო. ზუსტად. მან ვართ ზუსტად. გავაგზელებ ეხლა. და რა ამ ყოლაფრიდან? ძალიან ცუდათაა, მეგობრებო. ამ ყოლაფრიდან ის რომ ძალიან ცუდათაა. ძალიან აუხტენელი ოცნება ხართ მისი. თქვენთან ძალიან კარგად გრძნობდა თავს, ამიტომ ეხლა ფიქრობს ამ ყოლაფერზე რა დაკარგა. ეხლა გითვალთვალებთ. მანიპულაცია ესეც ერთ-ერთი. თქვენ შორის არის მაგიაც. მაგია არის ნეგატივის სახით. ადამიანების ჩარევები. ეს მაინც არ ამართლებს მის აქციელს, ამას არანაირი გამართლება არ აქვს ჩემს თვალში. მაგია. მაგია არა კვატა. ხო. ადამიანი რო იქნები ადამიანი, ხო? ტვინი რამ უნდა აგერიოს? კვატა. კვატა, ხო. სულიერად მდაბიო ერთი ჩვენ შევიყვარეთ, თორე სხვა არავინ არ შეიყვარებს ამ საცოდავს. ხა, ჩვენ გვიყვარდა ესეთი სულიერად მდაბიო, თურმე მდაბიო ყოფილა. რა თქმა უნდა, მოღალატეს დარჩება. არ ვიცი რა ჯანდაბათ უნდა, ან კაცი, ან ცოლი. ან კაცი და ან ქალი, აი რითი უნდათ, მე ვერ ხვდები. არ შერჩებათ, მეგობრებო, ჯერ ეს ერთი. გამორიცხული არ შერჩება.
შანსის არ გამოყენება. გადაწყვეტილების არ მიღება. ხო. არ მიღება გადაწყვეტილების, დაფარული რაღაცები, სულმდაბალია და სულიერად ღარიბი ადამიანი. და ესეთი ადამიანი ახლა გამარჯვებას ფიქრობს, უბედური მისი დღე. მეგობრებო, გეუბნებით, იქ ოჯახი აღარ აქვს, იქ არაფერი აღარ აქვს. ამით თუ ფიქრობს ეს ადამიანი გამარჯვებას და იქიდან გამოგცევას, კი ბატონო. იქ ოჯახი აღარ აქვს. ნახეთ? იქ აღარაა ოჯახი. დამთავრებული აქვს ყველაფერი. იქ შეიძლება იყოს მხოლოდ ფორმალობა. ვალდებულებები. უსამართლობა. სინდის ნამუს გარეცხილები. აი, მე აღარ შემიძლია. სინდის ნამუს გარეცხილები, მეც ხომ უცებ მომაწვება ესე აზრები. მეგობრებო. ხო. აბდალი. აბდალი არა, აბდალა. ხო. აი, მე სასწაული. ძალიან ცუდათაა მანიპულატორი, მეგობრებო. ეს ადამიანი არის მანიპულატორი. ამ ადამიანს სხვანაირად არ შეუძლია. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. არ ტყავს და იმისანაც და არ ტყავს, რომ მე ამოაბანძგვალებს. ხა. დანაკარგები. დაკარგავს ყველაფერს. დაკარგავს ყველაფერს, არა, უკვე დაკარგა ყველაფერი და ძალიან ნანობს, მეგობრებო. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს, ძალიან ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია. თავის უპასუხისმგებლობით დაკარგა ბევრი რამე. საკუთარი თავის თავდაცვა, ხო, ეხლა საკუთარ თავს რო დაიცა, აი თავის მართლებას რო დაიწყებ ადამიანი, ხო? აი ეს მომენტი აქვს ეხლა და აი ეს კიდე უმატებს იმაზე წრიხს, რო კარგავს ყველაფერს. აირია მონასტერი კი. ტყუილებით, თავისი ტყუილებით, აირია თავისი ცხოვრება. იმიტომ რომ თავის დროზე არჩევანი ვერ გააკეთა ადამიანმა. ეს გამოვიდა ორ პირობა. ორ პირობა, მარჯვენაც და მარცხენაც, ესე არ გამოვა, მეგობრებო. ვიმეორებ ამ ადამიანს თუ შეიძლება ყველაფერი გქონდეს, ახლა ვისთან რა და ვისთან რა, ხო? ამ ადამიანს შეიძლება ფინანსებიც გქონდეს, სახლიც გქონდეს, კარგი გქონდეს, კარი გქონდეს, უდარდელი ფუფუნება გქონდეს, უდარდელი ცხოვრება გქონდეს. აი არაფერი არ აკლდეს, მაგრამ არაფერი უხარია. ხა. მას არაფერი აღარ უხარია. ხო, ერთადერთი რაც უნდა ერთად აფერ მომთქნარებს, მეგობრებო, კიდევ კარგი რომ არ მხედავთ, მე რაები მემართება აქ. ერთადერთი რის თქმა შემიძლია, მეგობრებო. ერთადერთი რის თქმა შემიძლია არის ის, რომ ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება დაფარული მოტივით. ეს დაფარული მოტივი შეიძლება იყოს დაფარული აკაუნტები, სხვა აკაუნტები, სხვადასხვა ფოტოებით, სახელით, ეროვნებით და ასე შემდეგ. ხო. მაგრამ ჯერ ესეთი გამოჩნდება, იმიტომ რომ ამ ადამიანს უნდა რომ სხვა გზით შემოგირიგოთ, ან სხვა გზით დაგიპყროთ, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს.
თვითონ ფიქრობს ამას, მაგრამ იმასაც ფიქრობს, რომ არ გამომივაო. მოულოდნელად უნდა გამოჩნდეს. მოულოდნელად ესე პირდაპირ ესე უნდა შემოგთავაზოთ ცოლობა, სტაბილურობა, ხო, სხვანაირად არ გამოუვა. ამ ადამიანს თუ უნდა რაიმე სიტუაციის შეცვლა უკეთესობისკენ, მხოლოდ ამ გზით, სხვანაირად ვეღარ მოვა და ეს მან ძალიან კარგად იცის. ჯერ ეს ერთი. და ეს კიდევ საკითხავია თქვენ დაიბრუნებთ თუ არა ამ ადამიანს, თუნდაც ამით. ეს ჯერ კიდევ საკითხავია დაიბრუნებთ, გენდომებად? ამაში დარწმუნებული არაა თვითონ. მე გითხარით ხო გუშინ გითხარით ვიღაცა მომწერა მეთქი და არ გავეცი პასუხი დავახვევიე მეგობრებო და საიტი გააუქმა. ხა. როგორ გონიათ ვინ იყო? ვინ იყო და ის? და თავისი სახელი და გვარით კი არა, სულ სხვა აკაუნტით. უცხოთი. ხა. ესე გააკეთებს თქვენი თაფიქრებული ადამიანიც. იმიტომ რომ იმის შნოდა ლაზათი სადა აქვთ, რომ ესე პირდაპირ მოვიდნენ მეგობრებო. ხო, ესე პირდაპირ რომ მოვიდეს, იმის შნოდა ლაზათი არ აქვს. იმაიმუნა და იყვენ კი. მაღაზია ეხა გადარეული, რომ საერთოდ რო არ ღებულობთ და რო არ მიიღებთ, მაღაზია უფრო გაგიჟდება. უღრმესი მადლობა ყველას მეგობრებო. უღრმესი მადლობა ყველას, თითოეულ თქვენთაგანს. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა მეგობრებო. კითხვებზე პასუხები არ მაქვს, ჩემო ძვირფასებო და რა გავაკეთო? დავით, უღრმესი მადლობა, გაიხარე. ეხლა მინდა გადავიდე ასტრაბარათევზე, ჩემო ძვირფასებო. და მოდი ეხლა ვკითხოთ დასტას. აი, როგორ განავითარებს მოვლენებს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? აი, როგორ განვითარდება მოვლენები თქვენ შორის, რაც გააკეთებს ამისთვის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ჩაიფიქრეთ მეგობრებო, ხო, სათითაოდ რო არ გაგცეთ ყველას პასუხი. არ მაქვს კითხვებზე პასუხი. უბრალოდ ეხლა პატივს დაგდებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებს ეხლა ეს შეკითხვა. ხო. ამიტომ ჩაიფიქრეთ. რა შეკითხვა დავსვი? ხო, როგორ განვითარდება მოვლენები და რას მოიმოქმედებს ამისთვის თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? აბა დავიწყოთ მეგობრებო. დავამთავრებ აქვე. სხვა არ შეუძლია ამ ადამიანს. ნებით თუ არა ძალითო, აბატონო. ეს რა და მაგია? ესეც მაგია. შეიძლება ეს ადამიანი იკვლევდეს თავის ბედს, ბედიღვალს. არც ესაა გამორიცხული. ყველაფერს ვიტყვი ახლა მეგობრებო მე, რასაც ვხედავ აქ და თქვენი სიტუაცია აიღეთ. თქვენ მიხვდებით ახლა. ეს ადამიანი იკვლევს თავისი ბედის ამბავს. ჯერ დავიწყებ ამით. ეს არის ბედის კარტი, ეს არის საიდუმლოებების კარტი, ეს არის არაცნობიერთან კონტაქტი. ანუ ეს ადამიანი დადის და იკვლევს თავის ბედიღვალს, თავის ცხოვრებას, თავის მომავალს, ამა თუ იმ საკითხებში.
კი. ეხლა ამასაც თუ არ ჩავთვლით ამასთან, ამ ფოტოსაც თუ არ ჩავთვლით ამასთან, ანუ თავის ბედს თვითონ მართავს, მას უნდა რომ თავისი ბედი მართოს თვითონ. ანუ აქედან დავასკვნი და დასკვნას გამოვიტან იმით, რომ ეს ადამიანი მარტო თავისი ბედის გამოსაკვლევად კი არ დადის მაგთან. და იმის გაკეთება უნდა მას, რომ ეს ყველაფერი ძალით გააკეთოს. ხო. ხო, ეხლა ვისთან რა და ვისთან რა? ხო, აი მივხვდით ხო, მე რაც ვთქვი. იქ ჩვენ გვაჩვენა მესამე პირები, შეიძლება იმას ფიქრობდეს, ვინმემ რაიმე ხომ არ გამიკეთაო. შეიძლება ეჭვი ქონდეს თქვენზეც. რა თქმა უნდა, ეს დედასაც შეეძლო. რა თქმა უნდა. ჩემმა შეძლო მაგი მაგალითად და დაიტოვა დედამ. ხო. არ შეიძლება კითხვა პასუხი არ მაქვს. ამიტომ მეგობრებო, ყველაფერი შეიძლება. აქ ვხედავ მე ორი ვაშლს. ალბათ თქვენც ხედავთ. ხო? ორი ცალი ვაშლი. 1 და 2. ორივე გაგორებულია ერთნაირად. თითქმის უფსკრულის პირასაა დავარდნილი. ხედავთ, ხო? ბზარში რო ჩავარდეს. მოდი ესე დავარქვათ უბრალოდ უფსკრულის პირას. ხო. ანუ თქვენ იცით რომ ძველად ესეთი იყო, ვაშლით წამლავდნენ ხალხს, იწამლებოდა ხალხი. ვაშლით, ხო, ვაშლზე კეთდებოდა ყველაზე დიდი მაგია. მე რატომღაც ასე მახსოვს. ასე მწამს თუ ასე ვიცი. ხო. კიდევ უბრალოდ ეხლა გავგიჟდები. ჩაკეტილობა. ეს ადამიანი ჩაკეტილია, რომ ამ ზღვარს იქეთ არ გავიდეს. ამ ადამიანზე ძალიან ბევრი რაღაცაა წაკითხული. ეს ადამიანი ნამდვილად ჯადოს და მაგიის ქვეშ იმყოფება, რომ ამის იქეთ ფეხი არ გაადგას. აი რა ვთქვა, არ ვიცი, აი უბრალოდ შეხედეთ ახლა ამ კომბინაციას. რას მოიმოქმედებს თქვენი ადამიანი? იმას მოიმოქმედებს, რომ შეიძლება ესეც გააკეთოს, რომ თქვენ არსად არ წახვიდეთ. რომ თქვენზე ლოცვებს კითხულობს. ეხლა ვინ რისი რელიგიის წარმომადგენელია იმის და მიხედვით. მანტრებს კითხულობდეს. ეს არის იმის, რომ თქვენ არავისი არ იყოთ, ჩაგკეტათ. მას კი არ მოეხაზა, თქვენ გიხაზავთ ეს ადამიანი, მეგობრებო. მე ვსვამკეში დავსვი შეკითხვა, რას მოიმოქმედებს ამ ურთიერთობისთვის თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. მოიმოქმედებს ამას. ხო. არ იმუშავებს ერთია. ხო, აკითხულობს. ხო გეუბნებით, კითხულობს. რას აკეთებს ნახეთ? ორ მხრივ სიყვარულზე აკეთებს მეგობრებო, რომ თქვენ არავინ არ შეგიყვარდეთ. ნახეთ, აქაც ვაშლი უკავია. ხედავთ ხო? აი, აქაც ვაშლი უკავია. ეს ადამიანი აკეთებს თქვენც რო ყოველთვის გიყვარდეთ. თქვენ რომ მის გარდა არავინ არ გიყვარდეთ. აი შვილს ფიცავარ ამას აკეთებს. თქვენ რო არავინ არ გინდოდეთ, სხვა. თქვენ რო სხვა არ გაიჩინოთ, თქვენ რო სხვასთან არ წახვიდეთ, თქვენ რო სხვამ არ შეგიყვაროთ, სხვას რო არ შეხედოთ. ხო.
აიყო ანა მარია, რამ შეგაშინა ქალო? ეჭვიანობს აბარა? კიდევ. თქვენ ხო ჩამოაცვით ეს თავზე გვირგვინი და მერე ჩამოამხვეთ. ხაი, ეშმაკი როგორ ყავს შეჩენილი, ნახე რეისი როგორ უჩურჩულებს ყურში, მიდიო. ნახეთ, როგორ უჩურჩულებს ეშმაკი ყურში. თვალი ბროლის უსურვაზიო, შენც ლამაზი, მეც ლამაზი, თვალი ბროლის უსურვაზიო. დაჯდება ესე ელაპარაკება სარკეს. კაი ნარცისია ვინცაა. ეთყობა უყვარს სარკის წინ ტრიალი. ელასტიკები არ მოგწონთ? მეგობრებო, კალგოტკები, შავი კალგოტკები და ლაკის ტუფლები წვეტიანები არ მოგწონთ? თან წითელი? დაცოდავე. კალგოტკა ხა? გაჭლიკებზე დგასო? აბა? ჩემი სტოლბაფეხები მირჩევნია მაგას. უფრო ბევრი რამე შეიძლება დაიკიდო. ხო. რას მოიმოქმედებს მეგობრებო და აი ნახეთ უბრალოდ. აი არ ვიცი სიტყვები არ მაქვს. ცუდად მყოფთა განყოფილება არ გვაქვს ჩვენ აქანი ანა მარია. ცუდად მყოფების განყოფილება ჩვენ არ გვაქვს აქ. ჩვენ გვაქვს აქ ხიმილის და განხილვის ოთახი. ჩაბჟირების ოთახი, გადააკუდომის ოთახი სიცილის. ხო, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი და ხაფანგს დაგიდებთ. შეიძლება იყოს მშვილდოსანი, ან შეიძლება ის არის ის ტყვიაში აჯენსო რო ანათქვამი, კარგი მიზანი აქვს ამ ადამიანს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მიზანში თუ ამოგიღოთ. ხო. ხით-ხითის გაყოფილება, კი ბატონო. ხო. ამიტომ მეგობრებო, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი და ხაფანგი, ხო, აი რაღაცას ფიქრობს კი. რაღაცას მოიფიქრებს, ნახეთ, აქ არის ხაფანგი, ნახეთ, აი რაგვი, ჩვენ დროს რაგვი ერქვა ამას, რაგვს ვეძახოდი მე ბავშვობაში ხაფანგს, რაგვი. აქ კიდევ შვილდისარი. ხო, რაღაცა ესეთი. ეს ადამიანი სხვათა შორის ძალიან ჭკვიანია და ნიჭიერი. სულელი არ გეკონოთ, მანიპულატორია, ნუ რა ხო. რა თქმა უნდა. ხო და იცით რა უყვარს? აი რაღაცის ჩატარება უყვარს, ექსპედიციები უყვარს ამ ადამიანს. ამას თუ არ ჩავთვლით ასე ორბიტაზე, ესე, ამ ადამიანს ყველაფერი კარგად გამოსდის, თავისი საქმის სპეციალისტია, რო ვთქვათ. ხო. ხო და ხო, ესეთ რაღაცას გააკეთებთ, თითქოს რაღაც მახეს დაგიგებთ და თხილად იყავით მეგობრებო. არ წამოეკოთ მის მახეს. ამ მახეში რა შედის? მოდი ახლა მინდა ვკითხო. რა შედის ამ მახეში? რაღაც ახალს წამოიწყებს. აი იმას შემოგთავაზებთ ისეთ რაღაცას, რაც თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, მეგობრებო. რას გულისხმობს არ ვიცი, მაგრამ ხო, ესე იქნება და ყოველთვის კარგად დააკვირდით მის საქციელებს. ხო, რა შემოგთავაზებთ და აი მოვა და ესე გეტყვით, მეგობრებო. გამომაგდეს, სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს. მიმიღებ, ღამეს გამათევიებო, ასე გეტყვით. ნუ ეხლა ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, მეგობრებო. ხო, აი მაგას იტყვის ზუსტად ეხლაც. უარეს გეტყვით კიდე, ეხლა, მეგობრებო.
როგორ მაინტერესებს აქ რაღაცა წერია და რა წერია არ ვიცი. გამადიდებელი მინდა მეგობრებო. ხო, გამოჩნდა ელასტიკით. გამოვიძახეთ და მოვიდა, ჰა. კი, ვაცხოვრებ ჩემ ახალ ბინაშია. დიდი საწოლი გაქვს და ლიაკო, დიდი საწოლი გაქვს, ფართოდ რომ დაწვესეთ. უმლაპაო. მაგი არ ვიცი რა თქვი ახლა შენ. მუდუა ლაპარაკი არ იცის. მოკლედ მეგობრებო, ესეა კი, ესეთი იქნება, როდესაც მოგზანდება, შეიძლება თავი შეგაცოდოთ, შეცოდების მომენტიც იყოს კი. სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, ან მშია, ან მცივა, ან მწყურია, ან ღამე გამათევიო, რაღაც მსგავსი. ხო. კიდევ მორგანას კარტი. და დაწყების კარტი. არ ვიცი მეგობრებო, თქვენი ამბავი თქვენ იცით? ძალიან უცნაურად ჭიკჭიკებს, ძალიან უცნაურად მეჩვენება ამ საღამოს. არა, მე არ მეჩვენება, თვითონ ამოჩვენება უბრალოდ, მას გონია, ასე, მაგრამ მასე არა, მას რო გონია, ისე. ხო, უბრალოდ ეს ადამიანი დადის იქ მაგთან და შეიძლება იკვლევდეს როგორ მოვიდეს თქვენამდე, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს, რით გაგაკვირვოთ. ხო, სიცილით თავი მტკივა ყოველ ღამე ანამარია ოღონდ მართლა ყოველი ლაივის შემდეგ მეგობრებო, საათნახევარი 2 საათი დედას გეფიცებით ვერ ვიძინებ. ამიტომ ელოდეთ ამ ადამიანს, ელოდეთ მეგობრებო. არ ვიცი ვისთან რა და ვისთან რა მრავალნაირი ხერხით შემოიფარგლება თავისი საქციელები, ამიტომ კარგად დააკვირდით. რომ მოვა, რითი მოვა და ფრთხილად იყავით. ხო, ფრთხილად იყავით მეგობრებო. ეხა ეს კიდევ ერთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაგთან თუ დადის ესე დააქვს ფული, ძალიან დიდ ფულს იხდის ეთყობა, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული იცით და მაშინ შეიძლება დიდ თანხებსაც იხდიდეს, ეს ერთი და მეორე კიდევ ის არის, რომ ეს ადამიანი ცდილობს, რომ აი ოჯახისკენ გამოიქცეს, თქვენთან ოჯახი შესაქმნელად გამოიქცეს, ან ოჯახში დაბრუნდეს. და ხო, ამისთვის გამოიქცეს. მოკლედ თქვენი სიტუაცია აიღეთ მეგობრებო. მე ცუდად ვარ ოღონდაც მართლა. არ ვიცი მეგობრებო, პირი დამჩაღია ოღონდაც. მაპატიეთ და მტკნარებაში მეგობრებო. კიდევ კარგი რომ ვერ მხედავთ უბრალოდ. თვალები მაქვს ცრემლით სავსე ახლა. აი გეფიცებით. ხო, კაპიკს ვერ გააგდებინებ. თუ ღმერთი გწამს შენ თავს შეულოცეო. ოხ, მეგობრებო. ჩემი შვილი პატარა რო იყო, სულ ვლოცავდი. თქვენ წარმოიდგინეთ და სულ და აი ეგ ლოცვა უბრალოდ აღარ მახსოვს, რაღაცა მიწერია და ვერ მივაგენი. ვერაფრით ვერ გავიხსენე. ჩემზე არ გადმოვა მაგია მეგობრებო, უბრალოდ ჩემზე თქვენი ნეგატივი გადმოდის, ოღონდ მართლა გადმოდის და მე ამ ყველაფერს ვცდილობ, რომ აი ამ ყველაფრიდან გამთავისუფლდე, აი დედას გეფიცებით. მე ძალიან ვცდილობ, რომ ეს დაკარგული ენერგია აღვიდგინო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემზე როგორ, აი უბრალოდ თქვენ რომ დამინახოთ, ეხა თვალები როგორი სველი მაქვს გავოცდით. სულ სალფეთქი მიდევს, სულ. აქ სულ სალფეთქი მიდევს მეგობრებო. საწავიღე, აგერ. აი, სულ სალფეთქი მიდევს.
გაიხარეთ. ზოგადად ესე იცის ტაროლოგიაში. ხო? 7 ქვრივის სახელით გვინდა ასათი. აი, ესეთი რაღაცებს ვერ ვაკეთებ, თქვენ წარმოიდგინეთ. აი, მე ესეთ რაღაცებს ვერ ვაკეთებ. აი, როგორც გინდათ, ისე გამიგეთ, მეგობრებო. ვისაც ნამუსი არ გააჩნია, დავით ნამდვილად ყველაფერზე წამსვლელია. ესეთი ადამიანები კაბიანებიც არიან და შარლიანებიც. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ვინც გაფრთხილებულია, ვის შეიარაღებულია, მიხეილ ცაგარელმა იცის, ბატონმა მიხეილ ცაგარელმა. სხვათა შორის გარეთ ღამით მე არ დავდივარ, მეგობრებო. თქვენ წარმოიდგინეთ და მე ღამე გარეთ არ დავდივარ. გამოჩნდება ხვალ. ხვალ გამოჩნდება, მეგობრებო, მოგილოცავთ 8 მარტს. ხო. ამოვიღე კარტი და ყვავილები. ასე გამოგიქნევთ ყვავილებს. აი ესე როგორ ყრია და თქვენ ესე გაუქნევთ უკან. მოგიტანთ ყვავილებს და თქვენ ესე გაუქნევ, გადაუყრით უკან, მეგობრებო. ხო. აი როგორ ამოვიდა. ვინც დაბლოკილები ხართ არც მაგაზე ინერვიულოთ. ადამიანმა რომელმაც დაგბლოკად, აგბლოკად, დაგბლოკად, განგბლოკად, ბლოკი, ამბლოკი, ბლოკი, ამბლოკი. ეს სიყვარულის ნიშანია. არ ინერვიულოთ, მეგობრებო. ბლოკის დადება და ახსნა, დადება, ახსნა, დადება, ახსნა, ეს არის ერთ-ერთი მანიპულაცია და ეს არის სიყვარულის გამომჟღავნების ერთ-ერთი თვისება. ხო, არ ინერვიულოთ. ეს ერთი. მერე მეორე. ადამიანს როდესაც უნდა მოლოცვა და მოწერა, რა მნიშვნელობა აქვს ბლოკში თუ ყავთ, თუ ყავთ თქვენ მაგალითად, მაინც მოძებნის სხვა ნომრიდან მოგწერთ. მესიჯიც მოვიდაო, ძალიანაც კარგი ანამარია. ხო. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე ყველას, ჩემო ძვირფასებო. ბედნიერი დილის გათენება, ბედნიერი ხვალინდელი კვირა დღე. 8 მარტი მხოლოდ ხვალ არა და არ უნდა იყოს მხოლოდ ხვალ. ყოველთვის უნდა იყოს თქვენ ცხოვრებაში 8 მარტი. ყოველი დღე უნდა იყოს 8 მარტი. ასე რომ, აი ესეც გისურვებთ. თქვენც ასევე გაიხარეთ, უფლიდან დალოცულები ყოფილიყავით, ბედნიერები ყოფილიყავით. ყოველთვის უნდა იყოთ ბედნიერები, მეგობრებო. ყოველთვის უნდა იცადოთ, რომ ყოველი დღე იყოთ ბედნიერები. ასევე შენც. გაიპრანჭეთ, მეგობრებო, ხვალ, თუნდაც გარეთ ვერ გადიოდეთ. ახლა უცხოეთთან დაკავშირებულ სამუშაოზე ვსაუბრობ. მე ხა ხვალ დასვენების დღე მაქვს. გაიპრანჭეთ თუნდაც სახლში, მეგობრებო. და საკუთარ თავს 100 ამოვნეთ. ხო. აქ იტალიაში იყიდება დიდი კვერცხები. გიждები, დიდი შოკოლადის კვერცხი. წავალ ახლა ხვალ და ვიყიდი.
ხო, დიდი დათუნია მიმბული ზედ. ხო. მე ვიყიდი იმას. ხო. აი ესე უნდა გააკეთოთ. დიდი შოკოლადის კვერცხია. დიდი ესეთი შოკოლადის კვერცხია, დიდი უშველებელი მეგობრებო და გარედან დათუნია მიმაგრებული. გონია ძვირი ღირს? არა, არ ღირს ძვირი. სადღაც 10 ევრომდე ღირს. ისვე ხვეწო ეხლა, მოდი და მომიტანეო. წავალ და ვიყიდი. ავსუქთები და დაარდი აგერ. ტრაკიც უნდა გქონდეს და გამტრაკებელიც უნდა იყო, ანა მარია. აბა რა ფერ ახლა? ჩემ გოგოს წავიყვან რაიონშია. აი ყოჩახ. შიგნით რა არის და შოკოლადია, მეტი არაფერი არა. არ ვიცი რა იქნება, ხვალ ნახავ. ხა. ასეა მეგობრებო, აბა. მე ჯანმრთელობამ არ შემაწუხოს თორე სიმსუქნის დარდი არ მაქვს. არც მაგი კომპლექსი მაქვს, ვინმე შემხედავს თუ არ შემხედავს, მსუქავს თუ სუსტს. ღმერთმა ყველა დალოცილები გამყოფოთ მეგობრებო, გახარებულები, ბედნიერები, არაფერზე არ ინერვიულოთ, ამად არ ღირს. აბა რა, ჩვენ აქ რისთვის ვართ აბა? ნანა, სიცილისთვის ვართ აქ ჩვენ, იმიტომ რომ კარგ განწყობაზე დავიძინოთ. არა ბიჭოს. ეხლა დარდიანი რო დაიძინებ, წარმოიდგინე ეხლა დილას როგორი უნდა გაიღვიძო, თმებით ყალზე. მეგობრებო, თქვენი სიტუაცია გავიარემე და ვიცი რა რთულია. ხო. მე ვიცი თქვენი სიტუაცია რა რთულია, ამიტომ არ აქნე. თქვენს გასამხნევებლად. ხვალ მოვიდე? ხვალ გინდა მოვიდე? ნახოთ აბა. არა, ნამდვილად არც უნდა ინერვიულოთ მეგობრებო. აი საკუთარ თავს უნდა მიცეთ პირობა, რომ არაფერზე არ ინერვიულებთ. ნახოთ აბა ხვალ როგორ ჩაივლის დღე. ვერ დაგპირდებით, მაგრამ ნახოთ. მოკლედ მშვიდობიანი ღამე, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მეიმედებით. ბედნიერი ხვალინდელი დღე და არა მარტო ხვალინდელი ყოველი დღე. ბედნიერებით სავსე ყოფილიყოს თქვენთვის და აბა შეხვედრამდე მეგობრებო, დროებით და გელოდებით კომენტარებში. ეხლა შევეცდები, რომ ავტვირთო თუ მომცემს საშუალებას TikTok-ი, თორემ ხვალ დილით აგიტვირთავთ. აბა დროებით. მადლობა ყველას.